მშვიდობისა დღეს 11 მარტია ორშაბათი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიათ, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით. ყველას ბედნიერ დღეს, ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ და გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას. მოგესალმებით, მეც და უერთდები ელისაბედის მილოცვას, როგორც ამბობენ ხოლმე, გისურვებთ სინანულის მარხვას და სიხარულის აღდგომას. ვიდრე ტრადიციულად გადაცემის ანონს შემოგთავაზებდეთ, გაგაცნობთ თუ ვის მოიხსენიებს და საქართველოს სამუსიკო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. დღეს აღინიშნება წმინდა პორფირის, ასევე დიდმოწამე ფოტინე სამარიტელის და მისი ძეების ხსენების დღე ჩვენ წმინდანების შემწეობას და მფარველობას გისურვებთ. და ტრადიციულად გაგაცნობთ გადაცემის ანონსს. მოგეხსენებათ, რომ დიდ მარხვაში იკითხება, უпростоრად დიდი მარხვის პირველ კვირაში წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის კანონი და სწორედ ამ კანონის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად, რომელიც გახლავთ ბიჭვინთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. ბერი ანდრიას ფონდი უკვე წლებია სიმსივნი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ფონდის ეგიდით მიმდინარეობს ბედნიერი სახლის მშენებლობის მესამე ეტაპი. პროექტის მნიშვნელობის შესახებ ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი ბერი ანდრიას დედა თინათინ ჩხვიმიანი ისაუბრებს სტუდიაში. კიდევ ერთ საინტერესო თემაზე მოგვიწევს თქვენი ყურადღების შეჩერება, რა არის პერსონალური მონაცემები და რა მნიშვნელობა აქვს მის დაცვას. თითოეული ჩვენგანისთვის ამ თემაზე სტუდიაში ისაუბრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტი სოფო შამუგია. სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება, რაც გულისხმობს ახალი მექანიზმები, რომელიც დაარეგულირებს ბავშვების უსაფრთხოებას საჯარო სივრცეში. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს განათლების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინა ქუციშვილი. აი ესეთი გახლავთ დღევანდელი გადაცემის მოკლე ანონსი, ვიდრე მოძღვართან ერთად დაუბრუნდებით. შემოგთავაზებთ ვიდეო რგოლს, რომელიც შეგვახსენებს სხვადასხვა სიტყვის ეტიმოლოგიასა და შემორჩენილ ბარბარიზმებს. ნახოთ ვიდეო რგოლი და დაუბრუნდებით მამა დავითთან ერთად. სხვის დაკრულზე ცეკვა. ფრაზა ლეგენდარულ მეიგავეს ეზოპეს მიეწერება. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდიტემ კი ეს გამონათქვამი სპარსი მონარქის კიროსის საბრძოლო ამბებს სამუდამოდ დაუკავშირა. მცირეაზიელი ხალხების დაპყრობის შემდეგ კიროსმა ნებაყოფლობითი დამორჩილებისკენ მოუწოდა მმართველ წრეებს, თანაც აუხსნა, რომ ის იყო მეთევზე, რომელიც სხვიდან სალამურის ხმებით უხმობდა თევზებს. თევზება ნაპირისკენ არ მიაშურეს. ამიტომ მეთევზემ ბადე ისროლა და ათასობით თევზი ბადი წყლიდან ძალით ამოაწრია. ეს ეპიზოდი ჰეროდიტეს ისტორიის პირველ წიგნში აღწერა. ცოლმა ქმარს რქები დაადგა. ამ გამონათქვამ საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ბიზანტიის იმპერატორების კომნენოსების დინასტიას უკავშირდება. ანდრონიკე კომნენოსის დროს სამეფო კარზე სხვა წესებთან ერთად ერთი ასეთი წესიც მოქმედებდა. იმპერატორის რჩეული ქალის ქმარს სამეფო სანადირო ადგილებში ნადირობის უფლებას აძლევდნენ. სანადიროდ წასული ქმრის სახლს ირმის რქებს აჭედევდნენ. ეს იყო ნიშანი, ქმარი შინ არ არის. სახლის კარი კი იმპერატორისთვის ღიაა. ინდაური. ბერნარდინო სააგუნელი, ესპანელი სწავლული ბერი. მე-16 საუკუნეში ინდაურის ხორცის პოპულარიზაციას იწყებს. მთელ ევროპაში ვრცელდება ამბავი ამერიკაში ცხოვრები აცტეკების მიერ შინაურებულ სასწაულმოქმედ ფრინველზე, რომელსაც ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია. ინდაური საქართველოში სავარაუდოდ აბრეშუმის გზით შემოვიდა. ინდაური ინდოეთიდან მოსულა. ინდოეთის ფრინველია. ინკურნება. ცდარია. სწორია. იკურნება. წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. რეკრუტირება. ბარბარიზმია. ქართულია. აყვანა. დაიცავი. სახელმწიფო ენა. რემენი. ბარბარიზმია. ქართულია. ღვედი. დაიცავი. სახელმწიფო ენა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ გადაცემას. დღეს დაიწყო წმინდა და დიდი მარხვა და ვიცით, რომ მარხვის დაწყებასთან ერთად არის ცვლილებები
ღვთისმსახურებაში და ვიცით ყველამ რომ დღეიდან ყველა მოქმედ ტაძარში ამ კვირაში იკითხება წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის კანონი. კანონის მნიშვნელობის შესახებ სტუდიაში ისაუბრებს თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. მამა დავით, დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ მარხვის დაწყებას, ღმერთმა ინებოს რომ ეს მარხვა გაგვეტარებინო სინანულით და ბრწყინვალე აღდგომას შევხვედრილი ყავით სიხარულით. ამინ, ამინ, დიდი მადლობა. მამა დავით, ვიდრე ვისაუბრებდეთ იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება დიდი მარხვის დაწყებას და ვიცით რომ ეს ცვლილებები ეხება როგორც ღვთისმსახურებას, ასევე პირად ლოცვით კანონს, ასევე შესამოსელს ღვთისმსახურების დროს სასულიერო პირთა შესამოსელს გულისხმობ ბუნებრივია იცვლება ასევე კრეცაბმელის ფერი, იცვლება ტრაპეზის გადასაფარებლის ფერი და შავი ფერით იცვლება ეს ყველაფერი. სამგლოვიარო ფერით, დიახ. და ვიდრე ვისაუბრებდეთ წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის კანონზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ თუ შეიძლება რატომ მარხულობთ, რა უნდა იყოს ნაყოფი მარხვისა. დიახ, სანატრელი დრო დაგვიდგა, ეს არის სულის ზეიმი, მარხვის დაწყება ეკლესიაში და ღვთის წყალობით უფალმა მოგმადლა ჩვენ სინანულის საიდუმლო, რომლითაც ვინანიებ ჩვენს სოდვებს ღვთის წინაშე და ყველა ადამიანი იქნება შეწყალებული, რომელიც ინანდეს იქნება ღვთის წინაშე გამონაკლისების გარეშე. ღმერთი ყველას აცხონებს, რადგანაც უზომო არის ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, ღმერთი მოვიდა ჯვარს ეცვა კაცთახსნისათვის და მოგცა ჩვენ მადლის სული საწმინდისა, მოგცა თავისი ხორცი და სისხლის აზიარებლად და მოგცემს ყოველივეს და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მოგვანიჭებს სულის ცხონებას და ამისთვის უფალმა ღმერთმა მოგვანიჭა სინანულის საიდუმლო, ანუ მონანული ადამიანი შევა სასუფეველში. მართლმადიდებლური გზაც ეს არის სინანული სულის ცხონება. როგორც ჯვარზე გაკრულ ავაზაკს, რომელიც ინანდა უფლის წინაშე, უფალმა არ მოიხსენია მისი არანაირი ცოდვა და არ გაუხსენა მას არანაირი დანაშაული და პირველი შეიყვანა სასუფეველში და ეკლესია ბრძანებს ამ ავაზაკს მოიხსენებს როგორც კეთილგონიერ ავაზაკს და ხშირად ტაძრის ფრესკებზე გამოხატული არის ჯვრით ხელში ეს ავაზაკი, რომელიც თავისი ასე ვთქვათ სინანულით შევიდა სასუფეველში. აი ეს არის გზა, რომელიც ეკლესიამ დაგვისახა ჩვენ უფალმა და წინა მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც იყო მეზვერე და ფარისევლის კვირა, როდესაც მეზვერე, რომელიც იყო მონანული ცოდვილი იდგა ტაძრის ბოლოში, ხოლო ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით იყო ჟულის აღმასრულებელი, მაგრამ ეს იყო მისი ფორმალური, ესე ვთქვათ, სახურება. დიახ, და ერთგვარი ფსიქოლოგიური დაკმაყოფილებისთვის ესე ვთქვათ ასრულებდა ეს ამ ცნებებს უფლისას, ხოლო შინაგანი მისი არ იყო ესე ვთქვათ უფლის მადლის მიმღები, რადგანაც ამპარტავნებდა და მას სინანული არ გააჩნდა. იოანე ნათლისმცემელიც მსგავსადვე ამბობდა, რომ განვედით, განმეშორენით, რადგანაც სინანული არა გაქვთო, ეუბნება ფარისევლებს, რომელიც მასთან მოდიან და აი ეკლესია გვიჩვენებს იმას, რომ უფალი გვიჩვენებს მეზვერე და ფარისევლის შემთხვევაში, რომ ფარისეველს აკლდა მეზვერეს სინანული, მას უნდა ქონოდა სინანული და გამართლებული საოცარი არის, რომ განმართლებული გამოვიდა მეზვერე ტაძრიდან. ასევე უძღებიშვილის შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ სულაც რომ მთელი სახარება დაკარგულიყო და ეს ერთი იგავი გვცოდნოდა უძღებიშვილის შესახებ, ჩვენ გავიგვებდით, გვეცოდინებოდა ღმერთს რა დამოკიდებულება აქვს კაცობრიობისადმი. შვილი, რომელიც წავიდა უკანონოდ მოითხოვა მამის წილი და შორეულ სასოფელსა განაბნია ყოველივე, ესე ვთქვათ, არაწმინდებაში იცხოვრა, ის ბრუნდება და მამა მას აღუდგენს შვილობას, მას ბეწეთს დააცვამს და ღირსობს მას ყოველივე იმისა, რაც მას ჰქონდა და ესე ვთქვათ, სიხარულით ღებულობს. აი ესევე სიხარულით ელოდება ეკლესია მის შვილებს, რა თქმა უნდა, მონანულ შვილებს და გასაოცარი გახლავთ ეს პერიოდი, როდესაც ეკლესია გვეუბნება ჩვენ, რომ დავიწყოთ სინანული. აი ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი მოდის ეკლესიაში და მოძღვარი მცირე ხნით განაყენებს ზიარებისაგან და ეუბნება, რომ აი საყვარელო, შენ ცოტა მეტი სინანული გმართებს უფლის წინაშე და ლოცვით კანონს დაადებს და ადამიანს გონია, რომ აი დავისაჯე, კი არ დაისაჯე, არამედ შენ გმართებ საყვარელო მეტი მონანიება უფლის წინაშე, რადგან რადგინდა ზიარება მომზადებლად. და აი ახლა თითქოს აი ესეთი განცდა რჩება, რომ ეკლესია გვეუბნება მღვდელო შეჩერდი, ნუწირავ.
აი წირვა არ ტარდება ხო ტაძარში ხო საოცარია აი სულ მიჩნდება კითხვა ჩემ თავთან რომ როგორ წირვა რატო არ ტარდება და პასუხი არის ის რომ ეკლესია ყველას გვეუბნება საყოველთაო სინანული იწყება ჩვენ ხომ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო ყველა ეკლესია ყველა ავტოკეფალური ეკლესიის შვილები ყველანი ვიწყებთ მაღრხვას და გლოვას უფლისწინაშე ჩვენი წოდებისა გამო და აი წმინდა მამებმა 365 დღის მეათედი გამოყვეს ესე იგი სინანულისათვის 48 დღიანია ეს მარხვა და თუკი ჩვენ ავიღებთ შაბათ-კვირის გარდა როცა წირვა ტარდება ამ დღეებს ეს 12 დღე რო გამოვაკლოთ ზუსტად 36 დღე გამოდის და აი ეს 36 დღე არის წელიწადის მეათედი რომლითაც ჩვენ როგორც ძველი აღთქმის ისრაელიტელები მეათედს წირავდნენ უფალს ისევე წმინდა მამებმა დაგვისახეს რომ მეათედით ესე ვთქვათ მოინანიოთ უფლის წინაშე და მთელი აი წელი ესე ვთქვათ მზადება არის აი ამ მარხვისათვის და მთელი ეკლესია რა თქმა უნდა ვერთიანდებით აი ამ სინანულის გარშემო რომელიც დაგვისახა დღეს ეკლესიამ და თუ ალბათ რაიმე განგვაწყობს სხვა ყველაფერთან ერთად აი ამ სინანულისთვის და სინანულისკენ ეს არის სწორედ ანდრია კრიტელის დიდი კანონი, რომელიც წმინდა ეკლესიამ სწორედ აი ამ პერიოდში დააწესა და ადამიანების სულიერი ისტორიაა ერთგვარად გადმოცემული ამ მართლაც საოცარ ტექსტში. რა მნიშვნელობა აქვს რომ შეგვახსენოთ აი ამ მსახურებაზე დასწრებას და რითი ვანუგეშოთ ის ადამიანები, თქვათ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ აი ამ ლოცვებზე დასწრებას. დიახ, ეს მეტად სულისათვის საამებელი გახლავთ ეს ანდრია კრიტელის დიდი კანონი, რომელიც 250 ტროპარისაგან შედგება და რადგანაც ეს კანონი არის საკმაოდ ვრცელი, ეკლესიამ 4 დღე დაჰყო ეს კანონი და ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით იკითხება და გარდა ამისა მეხუთე შვიდეულის ხუთშაბათის მსახურებას, რომელიც ოთხშაბათს აღამოს აღესრულება, წურცის კარზე აღესრულება, ეს მთელი კანონი ისევ თავიდან ბოლომდე იკითხება და იკითხება მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება მასთან ერთად. ძალიან საინტერესო მსახურება გახლავთ და ანდრია კრიტელი მთელ წმინდა წერილს ესე ვთქვათ გადმოგვიდებს და იქ გვიყვება სხვადასხვა ესე ვთქვათ ისტორიული პერსონაჟების ცხოვრების დეტალებს და მათით ჩვენ სინანულს გამოხატავს. მე ერთი ტროპარი მინდა წავიკითხო, რომელიც დღეს წაიკითხება ტაძარში, ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე გოდებისა ამის, არა ვითარცად კბილმან მომცემენ ცრემლილ მობიერნი. ესე იგი, ეკლესია ამით ჩვენ გვეუბნება იმის შესახებ, ანდრია კრიტელი პირველ ყოვლისა, რომ ჩვენში არის უამრავი ცოდვა. და როგორც ავამტყოფ ადამიანს სჭირდება სწორი მკურნალობა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შედეგი არაჩვეულებრივი უდგება ადამიანს, რადგანაც ის ჯანმრთელდება, ასევე ადამიანი მუდმივ სინანულს საჭიროებს, მუდმივ აღსარებას საჭიროებს და გოდებას ღვთის წინაშე, რომელიც რა თქმა უნდა მის სულში უნდა აღესრულებოდეს და ეს არ უნდა აისახებოდეს, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მე ვინანიებ უფლის წინაშე, მე უნდა მქონდეს ცრემლი უფლის წინაშე და ეს ყვარული კიდე ჩემი მოყვასის წინაშე და რა თქმა უნდა თამდაბლური ურთიერთობებით უნდა ვიყო ჩვენ ერთმანეთსადმი განწყობილნი. ანდრია კრიტელი გასაოცრად წვდება ადამიანის სულის სიღრმეებს და ზოგჯერ უჩნდება ადამიანს ფიქრი, რომ ეს ამდენი ცოდვა საიდან მოვიდა და საოცარი ის გახლავთ, რომ ანდრია კრიტელი თვითონ 7 წლისა უკვე ღვთის მოსავ ოჯახში დაიბადა და 7 წლისას ერთ-ერთი ზიარების დროს ის დამუნჯებული იყო და 7 წლისას ერთ-ერთი ზიარების შემდგომ ამეტყველდება და მთელ მის ცხოვრებას მიუძღვნის უფალს უკვე 14 წლის იერუსალიმში მიემგზავრება, ბერად აღიკვეცება და მისი მსახურება რომ იყო ღმერთს მიძღვნილი კრიტის მთავარეპისკოპოსი ხდება და 80 წლისამ უკვე დაწერა ეს კანონი სინანულისანი და ჩვენ უნდა გვესმოდეს ის რომ ადამიანს გარდა იმისა რომ ადამიანი მოდის აღსარებას ამბობს, მას უნდა კონდეს გულის ტკივილი თავის ცოდებისა გამო. ხშირად ვიტყვით რომ მე კაცი არ მომიკლავს, არავინ არ გამიძარცვია, ვცხოვრობ ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ხო რა უნდა ვინანო, მაგრამ საყვარელო ჩვენ ხშირად თუნდაც აი მეხუთე მცნების მიმართ მრავალგზის შეგვიცოდავს ის რომ ჩვენ ცუდად დავლაპარაკები ვართ ჩვენ მშობლებს.
ეს ნამდვილად ცრემს გურის ადამიანს, რომ ესე იგი როგორი ვარ ჩვენ რომ შეგვიძლია მშობელს ესე ცუდად დაველაპარაკოთ. ზოგი ამასაც არ კმარობს ცუდად დაბალაპარაკებას და რაღაც უხეშობს მშობლის მიმართ და ეს რა თქმა უნდა თუნდაც არის იმასადმი გაგვაწყობს რომ ვინანდეთ უფლის წინაშე. ჩვენ უნდა გქონდეს ტკივილი. მუდმივი ტკივილი და მუდმივად უნდა ვგლოვობდეთ უფლის წინაშე ჩვენს სოდვებს და ცრემლი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი. მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ჩვენ შიგნით. ჩვენ როგორც კი ვცოდავთ, ამავდროულად გულში უნდა ვინანდეთ. ადამიანის, ქრისტიანის ცხოვრება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სათნოებებით ახსავსე, ქველი საქმით ახსავსე, მაგრამ ამავდროულად ადამიანის სულ უნდა ინანდეს და ცრემლს უნდა ყრიდეს და წმინდა მამები, რომელთაც მიაღწიეს დიდ სულიერ, ესე ვთქვათ, სიმაღლეებს, მათ ჰქონდათ გლოვა კაცობრიობის სოდვებისა გამო. ისინი კი არ განიკითხავდნენ კაცობრიობას, არამედ ისინი წვდებოდნენ ადამიანის დაცემის სიღრმეებს და მათ შესახებ წერდნენ უკვე თავიანთ სინანულის კანონებში და ესე ძვირფასად ღირსმა მამა ანდრია კრიტელმა მოგუმადლა ეს მისი კანონი, რომლითაც ამ 4 დღის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულად ლოცულობთ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მარხვა არის, თქვენ იცით რომ პირველი 4 დღე თუ შეუძლია ადამიანს უზეთოც კი არის, თუ რა თქმა უნდა მოახერხებს, თუმცა ერის ადამიანისათვის ეს არ არის სავალდებულო, რადგანაც ხშირად მას სატრაპეზო, ესე ვთქვათ, გვერდში არ აქვს. ეს არის ბერული განაწესი, ბერული ცხოვრების განაწესი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ მონასტერში იქვე არის სატრაპეზო, იქვე შეიძლება რაღაც მცირე მოხარშული მიიღოს ბერმა, ხოლო ერის ადამიანს, რომელსაც შეიძლება მშენებლობა უწევდეს ფიზიკური მუშაობა, მას შეიძლება არ ქონდეს ამის შესაძლებლობა, ამიტომ აქ მობიერად არის ეკლესია განწყობილი ამისადმი და შეუძლია ადამიანს თუ მოახერხებს უზეთოდ შეინახოს თუ არა და ზეთიანი ციხნიოს. მამა დავით, კითხეთ წეღან, ხშირად რადგან ეს კანონი იკითხება სადაგ დღეებში, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მსახურებაზე დასწრებას. რა შეიძლება ამ დროს გააკეთოს? მაგალითად, ჩვენი ტელევიზიის საშუალებით არსებობს ეს შესაძლებლობა, რომ მოისმინოს, მაგრამ სხვა შემთხვევაში კიდევ რა არის დაშვებული და თუ შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურად თავად წაიკითხოს, თქვათ, პირად ლოცვებთან ერთად ადამიანმა ეს კანონი. დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება. ამას ემატება დილას აღამოს ლოცვებთან ერთად ეფრემასურის ლოცვა და ეკლესია მოგვიწოდებს ქრისტიანებს, რომ იქნებ მოახერხოთ ამ ბრწყინვალე 40 დღეების სინანულების დღეებში ჩვენ ოჯახის წევრებმა ერთად წავიკითხოთ დილას აღამოს ლოცვები, წავიკითხოთ ეფრემასურის ლოცვა და ზოგადად უნდა ითქვას, მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს არის სატაძრო ლოცვა. ანდრია კრიტელის კანონი და ის არ სრულდება განცალკავებულად, ის სრულდება დიდი სერობის ჟამთან ერთად და ღვთივსულიერია და ბევრად სულისათვის სასარგებლო ადამიანმა ეს მოისმინოს, ესე ვთქვათ, ტაძარში და მეორე საკითხი არის თუ ამას ვერ ახერხებს ადამიანი, მაგრამ ვთქვათ, იგივე სნეულების გამო, ვერ მიდის. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ზოგჯერ ადამიანს ეზარება და ესე ვთქვათ, სიზარმაცე ძლევს და დიახ იმიზეზებს რაღაც წუთი სოფლის საქმეები, რომელიც არასდროს არ ქონდა, მაშინ ახსენდება, მანდამაი ცოტა წირვალოცა იწყება და ესე ვთქვათ, ამ მიზეზით შეიძლება სახში გაჩერდეს, მაგრამ ეკლესია მოგვიწოდებს იმისაკენ, რომ ჩვენ პირიქით რაც შეიძლება მეტად აი ამ დიდ მარხვაში მოვახერხოთ და ვიაროთ, იმაზე უფრო მეტი ვიდრე დავდიოდით მარხვაში, მაგრამ თუ ხსნილ დღეებში, მაგრამ თუ კი ჩვენ არ აგვაქვს ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ადამიანმა, როგორც თქვენ ბრძანეთ ისე, აი ამ მშვენიერი ტელევიზიის საშუალებით მოისმინოს, თუ არა და მაშინ წაიკითხოს გვიან საღამოს სახში მისულმა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყველა ტაძრებში გვიან ტარდება ეს მსახურება იმისათვის, რომ ადამიანებმა სამსახურიდან მოახერხონ. ნაკლები მიზეზი არსებობს იმისა, რომ არ გავესწროს. ხო, უნდა დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აღსარება, ჩვენი სინანული ვთქვათ, აი ამ მსახურებით დავდგეთ უფლის წინაშე და უფლის ტაძარში, როგორც ამბობს დავით მეფსალმუნე მის ფსალმუნში არაჩვეულებრივ სიტყვებს, რომ ერთი ვითხოვო უფლისაგან და ესევე ვითხოვო დამკვიდრება ჩემ და სახსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათ. ანუ ეს ვედრება ქონდა, რომ უფლის ტაძარში ყოფილიყო მუდამ დავით მეფსალმუნე და ეხილა უფალი და მისი ტაძრის მშვენიერება და ამისთვის ადამიანი მიზეზს უნდა ეძებდეს, რომ ტაძარში მივიდეს. მას შეუძლია, რომ მის ხელმძღვანელს თხოვოს, რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი დღეებია
და თუნდაც 6 საათზე, 7 საათზე ვთქვათ, თუ შესაძლებელია გაანთავისუფლოს. ხელმძღვანელსაც გააჩნია. ხელმძღვანელსაც გააჩნია. მონდომებას გააჩნია. მონდომებას გააჩნია თუ როგორია ის ხელმძღვანელის თვალში ეს ადამიანი თუ იმსახურებს ასე ვთქვათ. მამა დავით, გარდა ამისა შემინიშნავს ხოლმე რომ აი წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის კანონი, როდესაც იკითხება ტაძარში, მრევლიც კითხულობს, ანუ უჭირავს წიგნი და კითხულობს. ეს სწორია? კი, რა თქმა უნდა, გონებით თვალით შეიძლება ადამიანმა, რა თქმა უნდა, მიადევნოს და დაინახოს ის თუ ის სიღრმეები, რომელიც ესე ვთქვათ, წერია. ზოგადად კიდე უნდა ითქვას ელისაბედ, რომ საღვთისმსახურო ანბანი ჩვენი არის ასომთავრული და ნუსხახუცური. აი ამასაც უნდა დაეწაფოს მართლმადიდებელი ქრისტიანი და მხედრული ასოებით ლოცვანის დაბეჭდვა, ეს არის მე-20 საუკუნის ესე ვთქვათ პერიოდში ხდება ესეთი რამ და ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ვეცადოთ იმას, რომ საქართველოს ეკლესიის შვილები რომ ასომთავრული და ნუსხახუცურით ვკითხულობდეთ. ჩვენ ხშირად გვესმის რომ აი მე არ მესმის, უფრო ღრმად არის საქმე, პრობლემა რომ მე არ მესმის, აი ვთქვათ მთაწმინდისეული რედაქციის გადმოწერილი ახალი აღთქმა. და ადამიანებს გონიათ რომ აი ხო არ ჯობია თანამედროვე ქართულად წავიკითხოთ და არავითარ შემთხვევაში, რადგანაც ეს ენა არის ღვთისმშობლისაგან კურთხეული. ჩვენ ვიცით რომ ექვთიმე, რომელსაც დავიწყებული ქონდა ქართული უბნობა, როგორ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სიკვდილის არაცელზე მყოფი გააცოცხლა და უთხრა, ეთქვა მამაო ჩვენო ქართულად და უბნობდე ქართულათო და ეს არის ღვთაებრივი სიტყვები, სულიწმინდის მადლით გაჯერებული და მხოლოდენ ამ სიტყვებთა მოსმენითაც კი ადამიანის სული ინკურნება. სხვა საკითხია რომ თავიდან ადამიანს არ ესმის ეს სიტყვები და აი აქ არის ის რომ მეცნიერულად უნდა მიუდგეს ადამიანი, ჯერ წაიკითხოს მთაწმინდისეული თარგმანი, შემდგომ თანამედროვე ქართული და განმარტება. ხოჭორსა არსებობს ასეთი ფსალმუნებიც არსებობს, კი, რა თქმა უნდა, ფსალმუნდა არაჩვეულებრივი არის. დიახ, ასომთავრული ნუსხახუცურით არის, მერე არის თანამედროვე მხედრულ ენაზე იგივე შინაარსი და მერე გადმოთარგმნებული თანამედროვე ქართულზე და დასაწყისისთვის ეს ძალიან ნორმალურია და ძალიან კარგია და შემდგომ ადამიანი როგორ ეს იგივეა რომ აი ვეფხვის ტყავოსანი თანამედროვე ენაზე გადმოიტანო რაღა ვეფხვის ტყავოსანი იქნება, მას გამოცილილი იქნება ის მადლი და ის სიმშვენიერი, რომელიც ახლავს აი ამ უძველეს ქართულს. მამა დავით, თქვენ წეგან საუბრობდით მარხვის სიმკაცრის თაობაზეთ, რომ თქვათ ვისაც აქვს ამის საშუალება უზეთოდაც შეუძლია იმარხულოს. ჩვენ ვიცით რომ სანამ დაწესდებოდა და სხვა მარხვები იყო მხოლოდ და მხოლოდ დიდი მარხვა და დიდი მარხვის დროს ქრისტიანები საკვებს იღებდნენ მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ და ერთჯერადად. ეს ცოტა თანამედროვე ქრისტიანისთვის ახლა ძნელად წარმოსადგენია ასეთი მკაცრი მარხვა და ალბათ ერის ადამიანს ბუნებრივია გაუჭირდება. არც უწესებს ხომ ეკლესია ასეთ მკაცრ მარხვას ერის ადამიანს. მაგრამ ის ვთქვათ ხორციელი თავშეკავება, რაც მარხვის დროს მოგვეთხოვება, აი ზოგს აქვს ხოლმე კითხვები ამასთან დაკავშირებით, რომ აი რა მე რა მოხდა თუ თქვა აი ძის დაწარფს მივიღებ. რამდენად არის ურთიერთკავშირში ხორციელი და სულიერი მარხვა? თუ კი ხორციელი თავშეკავება არ იქნება გარკვეული პროდუქტისგან, თქვა, რამდენად შევძლებთ ჩვენ სულიერ მარხვას და ასევე რამდენად შევძლებთ ხორციელ მარხვას, თუ კი თქვა არ დავესწრებით ლოცვებს, არ მოვისმენთ ღვთისმსახურებას და ამავდროულად ჩვენ საქციელსაც ასე თქვა არ შევცვლით უფრო სასიკეთოდ. დიახ, აქ ორმხრივად უნდა ხდებოდეს მარხვის დაცვა, თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ ხორციელადაც და სულიერადაც, მაგრამ პირველ ყოვლისა ეს რა თქმა უნდა იწყება ხორციელად ადამიანისათვის მარხვა. ჩვენ საჭმლით დავეცით და მარხვით უნდა შევიდეთ სასუფეველში. ყველა ცოდვა არის გემოთ მოყარეობასთან დაკავშირებული. ნებისმიერი ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, უმეტესობა მათგანი არის პირდაპირ კავშირში ჭამასთან და ამიტომ ესე ვთქვათ, სხეულის ლაგამის მოდება, წრთობა და ასკეტიზმი, რაც არის ასკეტოს ბერძნული სიტყვა და წრთობას ნიშნავს, ადამიანი უნდა გამოწრთობილი და მას უნდა შეეძლოს თავისი სხეულის მართვა. და ამისათვის ყველაზე კარგი საშუალება არის მარხვა და მუცლის დაჭერა და არაჩვეულებრივი დღეები დგება, როცა თუნდაც ღვინის მისაგან მაქსიმალურად ადამიანმა საერთოდ არ უნდა დალიოს და ხარების დღესასწაულზე თქვა გამონაკლისი შეიძლება იყოს ადამიანის და რაც შეეხება კვების საკითხს, რა თქმა უნდა, სამარხო საკვები არის არაჩვეულებრივი, რომელიც კალორიებით არის სავსე და უნდა მივიღოთ ეს ბოსტნეული, ბაღჩეული და მინდა გითხრათ, რომ ადამიანის გონება იწმინდება, ბევრად უფრო მისთვის დამახასიათებელი ხდება მეხსიერების, ესე ვთქვათ, გაუმჯობესება, დიახ, აბსოლუტურად ხორციელისაგან მოკლება არის ძალიან კარგი და დღეს მთელი სამეცნიერო
სამყარო ამბობს იმის შესახებ, რომ ხორცის მუდმივად ხმევა არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისათვის და სხვადასხვა დიეტებს ესე ვთქვათ უნიშნავენ. რა თქმა უნდა, დიეტა არ არის მარხვა, მარხვა არის მოღვაწეობა, რომელსაც თვითმიზანი არ გახლავთ, რა თქმა უნდა, უჭმელობა, არამედ ეს არის იმისათვის, რომ ადამიანმა გულის თქმები, ბოროტი თუ ბილწი, სხვადასხვა მიმართულებით, ესე ვთქვათ, მოხდეს ამის ალაგმა მის ორგანიზმში და რა თქმა უნდა, სიყვარული უნდა გაამრავლოს ადამიანმა. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ჩვენ ქველი საქმე გავიმრავლოთ და ვისწავლოთ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რაც არის მთავარი და სჯულის, ესე ვთქვათ, ყველაფერი შიგარი მოთავსებული ღვთის სიყვარულსა და ადამიანის სიყვარულს შორის. მამა დავით, შენდობის კვირა განვლეთ და აი ამ ყველაფერზე, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, აქვს თუ არა ფასი იმას, რომ შენ შეიძლება გარეგნულად უბრალოდ იმიტომ, რომ უნდა უთხრა ვიღაცას შენდობა, მაგრამ არ კონდეს განცდა. აი ამ რაღაცნაირად ვერ აპატიო, ვერ შეუნდო. აი რა მნიშვნელობა აქვს და თუ კი იქნება სწორი და თუ კი მოვიმკით აი ამ სიხარულს, რომელიც აი ამ გლოვის დღეებს მოყვება საბოლოოდ, თუ კი ჩვენ გვიჭირს და რაღაცნაირად ვერ პატიობთ, ვერ უნდობთ ადამიანებს. დიახ, ეს პრობლემა ჩვენში, ყველა ჩვენთაგანში არის, რადგანაც აი ძვირის ხსენება სულ გვაქვს ჩვენ, თითქოს შენდობას ვთქვათ ერთმანეთს, თითქოს ესე ვთქვათ, ვამბობთ, რომ მიუტევეთ ყოველივე, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიხსენებთ ადამიანმა, თუ რამ დაგვიშავა ჩვენ და მერე კიდე ამას ემატება ის, რომ ამის შესახებ უყვებით ჩვენს მეგობრებს, იმათაც ამით ვტვირთავთ და თუნდაც აი რა გვაქვს მოსანანიებელი იმ ესე ვთქვათ, ნაწილის საზოგადოების რომელიც ამბობს რომ მე მაგას გავუკეთე ხომ გაგიგიათ ასე რომ ვაპატიებ. დიახ, ესე იგი აი რომ მოდიან ხშირად აღსარებაზე, არა მოქვს მამა უცოდვა. ნუ კარგი, არა გაქვს შვილ. აი ცხოვრებაში ხო დაგიშავეს კი. მე ამის შესახებ ხო არ პატიობ. სხვასაც ხო უყვები მამა. ხო და ნახე რამდენიმე ჯაკინდენი ადამიანს არ პატიობ. ანუ თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ რომ ჩვენ მამაო ჩვენოში როდესაც წერია რომ მოგვიტევე უფალო ჩვენი ცოდები როგორ ჩვენ სხვას პატიობთ, ესე იგი ეს არის პირდაპირი კავშირი, რომ თუ კი ჩვენ არ ვაპატიებთ, არ გვეპატიება და თუ კი ჩვენ მოყვას ვაპატიებთ, იცოდეთ რომ აუცილებლად ჩვენც უფალი გვაპატიებს და თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ რამდენად ცოდვილები ვართ ჩვენ დღის განმავლობაში, თუ კი ჩვენ ავიღებთ საშუალო არითმეტიკულს, რამდენ ცოდვას ჩავდივართ. მე ამას თვეზე გადავამრავლე და წელიწადზე და ჩვენ ასაკთან მიმართებაში ჩვენ დავინახავთ, რომ საკმაოდ ბევრი ცოდვა გვაქვს და ნამდვილად გვაქვს საყვარელნო მოსანანიებელი და ეკლესია გვთავაზობს აი ამ სამკურნალო საშუალებას, რომ ჩვენი სული დამშვიდდეს, რომ ადამიანმა მოიპოვოს სიმშვიდე, სიწყნარე, ბედნიერება, მან აუცილებლად ხშირად უნდა მოინანიოს უფლის წინაშე თქვას ახსარება და მიიღოს საკურნებელად წმინდა ზიარება და აი ამისთვის გვამზადებს ეკლესია და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა და მარხვა სინამდვილეში. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა თემქაზე მდებარე ბიჭვინდის ყოველწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. დააწმინდა მამები შეგვახსენებენ ხშირად იმას, რომ ლოცვის გარეშე ჩვენ სულს შია, წყურია და გამოვყოთ თუნდაც 1 საათი ან საათის მეოთხედი დღეში და მსხვერპლად შევწიროთ უფალს სამადლობელი და სავედრებელი ლოცვა კიდევ ერთი გათენებული დღისთვის. 9 საათიანი ლოცვა მოვისმინოთ ახლა და გადაცემის შემდგომ ნაწილში საინტერესო თემებით განვაგრძობთ ეთერს. ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა
არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. Svi
საუბრობთ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვიერთდით და გვიყურებთ ბერი ანდრიას ფონდის ეგიდით ბედნიერი სახლის მშენებლობის მესამე ეტაპი დაიწყო პროექტის მიმდინარეობის შესახებ სტუდიაში ისაუბრებს ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი ბერი ანდრიას დედა ქალბატონი თინათინ ჩხვიმიანი დილომშვიდობისა ქალბატონი დილომშვიდობის დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ გაიხარით უდიდესი მადლობა და გილოცავთ მარხვის დაწყებას მაყურებელს შევახსენებ, რომ ბერი ანდრიას ფონდი უკვე წლებია სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება და ძალიან ბევრი გადაარჩინა ფიზიკურად. იხსნა მათი სიცოცხლე. ქალბატონი თინათინ, რაც შეეხება პროექტს ბედნიერი სახლის მშენებლობა. ვიდრე ვისაუბრებთ, როგორ მიმდინარეობს პროექტი, მესამე ეტაპი დაიწყო, როგორც აღნიშნე მშენებლობის. ზოგადად მისი მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ, რისთვის შენდება ბედნიერი სახლი, ვისთვის შენდება? ბედნიერი სახლი შენდება სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა დაიწყო ამაზე სრულმა და ეს არის ამიერკავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი. რომელიც განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა ყველას. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცოტა ზოგჯერ დაბრკოლდნენ ხოლმე ადამიანები, რაღაც შეეშინდათ, ერთი შვილი მყავს ხულოდან და არის მუსლიმი და როდესაც ჩემთან მოვიდა მე მითხრა რომ მეშინო და შენთან მოსვლაო და რატომ მეთქი და არ ვიციო. აი ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ესეთი ასპექტი არის რომ ადამიანები ესე მოვიდნენ მათ აბსოლუტურად ჩვენ თანადგომას უცხადებთ და 24 საათიან ზრუნვას ვთავაზობთ თუმცა ბევრი მყავს შემდგომ მონათლულებიც მადლობა გმირს მათი სურვილიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემებზე არ ვსაუბრობთ და როგორც მამაო მითხრა ჩვენ მათ სიყვარულით მოვანდომეთ მართლმადიდებლობა ყავს ესეთი ადამიანებიც თუმცა ჩვენ ამაში რა თქმა უნდა ესე არ ვერევით ამ თემებზე ჩვენ არ ვსაუბრობ ეს თუ მათი სურვილი იქნება მაშინ რა თქმა უნდა ესენიც ინათლებიან ყველაზე მთავარი არის ის რომ ჩვენ დავინახეთ ეს პრობლემა და ამ ჩვენ სამწუხარო ტრაგედიამ და ჩვენმა განვლმა ესეთ შეხებამ გამოიწვიეს, როდესაც მამა ანდრიას ეს დაავადება დაემართა. მაშინ ძალიან ბევრი კითხვა მქონდა, ძალიან ბევრი რამ გჭირდებოდა, არ ვიცოდით როგორ უნდა მოქცეულიყავით, რა უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენ მამა ანდრიამ გაგვასწავლა ყველაფერი და აი ამ გზას ამიტომ დავადგეთ მისი სურვილით და თხოვნით და შემდგომ ნელ-ნელა ეტაპობრივად გამოვლინდა ყველა ის საჭიროებები, რაც აუცილებლად უნდა ქონოდათ ამ ბავშვებს, ოჯახებს, რომ უფრო მეტად კომფორტული ყოფილიყო მათთვის ეს მძიმე ყოფა, რასაც ქვია, როდესაც შულს ავთვისებიან სიმსივნეს უდგენენ. თუმცა მადლობა ღმერთს მორჩენილი ბავშვებიც ყავს, სხვაგვარად გამიჭირდებოდა ნამდვილად. 8 წელი არის ფონდი რაც არსებობს, ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მორჩენილი შვილობილი, მე მყავს შვილები, რომლებიც დაოჯახდნენ და უკვე ვარ ბებია, მყავს შვილიშვილები და ძალიან ბევრი შვილი. დიახ, 500-ზე მეტი ბავშვისთვის გაგვიწევია დახმარება. მათი მშობლებისთვის, რა თქმა უნდა, ოჯახებისთვის ჩვენ კომპლექსურად ზრუნავთ სრულმთლიანად ოჯახზე, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ცალკე აღებულად ვერც ბავშვი ვერ გაიმარჯვებს, ვერც მშობელი, ამიტომ მთელი ოჯახი უნდა იყოს ჩართული და სწორად უნდა იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვასწავლით და ძალიან ბევრ რამეს ვაძლევთ ამ სარეაბილიტაციო ცენტრით ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს. პირველ რიგში ალბათ გარდა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ფსიქოლოგიური და სულიერი და ემოციური განწყობის სწორად შექმნა ეს არ არის სიორლი ბუნებრივი არც მშობლებისთვის და მით უფრო დაავადებული ბავშვებისთვის. დიახ, და თან მე ვიტყოდი, რომ ეს არის უნიშნელოვანი ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ არა იმ მამების ჩართულობა, რომლებიც დადიოდნენ და მარტყოფის მამათა მონასტრის მამები დადიოდნენ ჩვენთან კლინიკაში, აი რომ არა მათი ყოველ კვირას თავიდან კვირაში ერთხელ აუცილებლად მოდიოდნენ მეგრე ორჯერ, ხოლო შემდგომ როდესაც უკვე მამა ანდრია მათი აი ესე ვთქვათ სულიერი ძმა გახდა და მარტყოფის მამათა მონასტრის წევრი, ამერე უფრო ხშირად მოდიოდნენ სხვა სასულიერო პირებიც მოდიოდნენ სხვა ეპარქიებიდან მამები, მეუფე ანდრია მოდიოდა მამა ანდრიასთან და ამან მოგცა ძალიან დიდი ძალა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოვლა წარმოუდგენელი იყო და იმ რეალობის შეგუება ჩემთვის იყო უმძიმესი.
ამ ყველაფერმა, ამ განვილმა ჩვენმა ცხოვრებამ და აი ამ ჩვენ გამოცდილებამ გვიჩვენა აი ყველაფერი ეს გზა გვასწავლა. თან მამა ანდრია ძალიან ისე გვასწავლიდა, გვარიგებდა როგორ უნდა მოქცეულიყავით, რა უნდა დაგვეკეთებია. მის შემდგომაც ყველაფერი დაგვიგეგმა. ხა მე კი ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ აქეთ გაძლევდათ ენერგიას და ძალას. დიახ, და სულ მიკვირდა, რომ ესეთი პატარა 17 წლის იყო და კიდევ თავის თავში ძალას პაულობდა, რომ ჩვენ გავემხნევებიეთ, ჩვენ გვიგეგმავდა ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ტკიოდა თავის თავზე გვესაუბრებოდა, მაინც ყველაფერში კარგს დაგვანახებდა. ეს მასწავლა ყველაფერში, რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს, აი თუ გვინდა და ჩვენ თუ დავინახავთ კარგ ბევრ რამეს ვნახავთ, ჩვენ ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა და უბრალოდ გული მტკივა და რა თქმა უნდა მენატრება მამა ანდრია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდისკენ შეიცვალა, აბსოლუტურად სხვაგვარი გახდა ჩვენი ცხოვრება და უფრო სასარგებლოც კი ვიტყოდი. მანამდე ჩვეულებრივი ოჯახით ცხოვრობდით, რაღაც ცოტა მომხვეჭელადაც, ყველაფერი მისთვის გვინდოდა, აი სულ რაღაც ამაზე. ეხლა ეგეთი ესეთი აზრები აღარ გაწუხებს. ეს შინაგანი განწყობა ღვთისკენ სწრაფვის თქვენი ოჯახი იყო ეკლესიური? არა, ჩვენ ხა როგორც ყველა მართლმადიდებელი ვართ და ეს ჩვენი ბეჭოდი გვატევს ხო ყველას უფლისგან, მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ვიყავით განსაკუთრებულად მოწმუნე ოჯახი, არ ვიყავით. მამა ანდრია წაგვიყვანა ტაძარში, მისი სურვილი იყო. რომელი წლის იყო ამ დროს? რამდენი წლის იყო? ძალიან პატარა იყო, აი მე-3-4 კლასში, სულ ძალიან პატარა რო იყო, მაშინ ჯერ ბაღში რო დადიოდა, მაშინაც 1000 კითხვა ქონდა და ესე დავიწყეთ ჩვენც, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი მე ხშირ შემთხვევაში არ მქონდა, არ ვიცოდი და როდესაც რამეზე ვეტყოდი რომ არ ვიცი, ძალიან გაუკვირდებოდა ხოლმე. მისთვის ვიყავი ნუ ესეთი ეტალონი მშობელი, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა მცოდო და ძალიან გაუკვირდებოდა. და ყოველთვის ვემზადებოდი, როდესაც რამეს ვკითხავდა, რაც არ ვიცოდი, მე ვეუბნებოდი, რომ ეხლა არ მცალია დედა, ბოდიში და შემდგომ გიპასუხებ. სერიოზულად ვემზადებოდი ამ კითხვის პასუხისთვის, თუ რამე არ ვიცოდი, აუცილებლად ვგებულობდი, ვკითხულობდი, ვიძიებდი ინფორმაციას და შემდგომ ვაწოდებდი მას ამ ინფორმაციას და მის სურვილი იყო მე ტაძარში სიარული ჩვენ ერთად დავიყვანეთ მოძღვარი ქუთაისში ჩვენ დევნილები ვართ, სოხუმლები ვართ და ქუთაისში ცხოვრობდით დევნილებად. მამა ნიკოლოზი იყო ჩვენი მამა დიახ და აი იქით მამა ნიკოლოზსაც სულ უკვირდა, საიდან მოაქვს ამბავს ესეთი რაღაცები, ვგიჟდებიო ალბათ და რაღაც წიგნებს წაიკითხავდა თავისით და მე ეკითხებოდა კურთხევას მამაოს და ერთხელ გაუბრაზდა, რომ ეგ შეთვის ძალიან ადრე ეგ არ უნდა იკითხო და მე ძალიან ნაღლობდა, რომ როგორ არ ვკითხე, უბრალოდ აი წიგნი აიღო და დაიწყო კითხვა. და ნუ მე ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპი ჩვენ კი ყოველთვის მივხვდით, როდის რა სჭირდა მის ჯანმრთელობით მდგომარეობიდანაც, მაგრამ მას ეს ყველაფერი უნდა გაიარო, თვითონ მე მეუბნებოდა, რომ ესე უნდა ყოფილიყო და ესე მოხდა. ჩათვალე რომ ესე უფალმა. გამოტანთინეთი რომ პროექტზეც ვისაუბროთ, ფაქტია რომ მამა ანდრიას სულიერი თანადგომით მისი ლოცვით ამდენი ბავშვი გადარჩა, სიცოცხლე გაუხანგრძლივდა და ახლა უკვე შენდება ეს ბედნიერების სახლი, რომელიც უკვე არის მესამე ეტაპზე მშენებლობის. რომ გითხრათ, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა დარჩა გასაკეთებელი? დიახ, ესე იგი აი ამ სახლის მშენებლობაც იმიტომ წამოვიწყეთ, რომ აუცილებელი იყო უკვე ამ ბავშვებისათვის რეაბილიტაციო ცენტრი, ჩვენ რომ დაგვენახებია ამ სახლის აუცილებლობა და მნიშვნელობა და თან კიდევ ჩვენი თანაარსებობა ამ მშობლებს სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა რელიგიის, აი ერთად თანაცხოვრება როგორ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენ თვითონ ავიღეთ ერთი სახლი ნიჭარით და იქ ვცხოვრობთ უკვე 5 წელია ამ მშობლებთან და ბავშვებთან ერთად. ამ არსებობ ჩვენს რეაბილიტაციო ცენტრში მოხდა აი ამ ბავშვების გამოჯანმრთელება, ვინც გამოჯანმრთელდა. ეს პროექტი მოეწონა, რა თქმა უნდა, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს მთავრობას და გამოგვიყვეს მიწის ნაკვეთი. ძალიან კარგი და დიდი მიწის ნაკვეთი არის, მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მათ გადაუხადო ამისათვის და დავიწყეთ მშენებლობა შარშან ივნისის თვიდან. ივნისში დავიწყეთ, 23 ივნისს დავიწყეთ
და ღვთისშეწევი და წყალობით თან ხარ ქონდა რა თქმა უნდა საკმარისი, მაგრამ ესე გავრისკეთ, დავიწყეთ და ტერიტორიულად სად არის ეს? სოფლის დიღომში არის. ძალიან კარგი. უბრალოდ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე. დიახ, ძალიან კარგი ადგილი არის. მე რამოდენიმე მიწის ნაკვეთი მიჩვენეს და ამარჩევიეს და ეს არის ყველაზე ეკოლოგიურად ყველაზე უფრო სუფთა ადგილას, თან ესე კარგი სუფთა ჰაერი გვაქვს და თან არ არის ძალიან არც შორს ქალაქთან და არც შუაგულში. აი ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. 9 ჰექტარზე მეტი არის მიწის ნაკვეთი. პროექტი გვაჩუქა დადუნა შათაშვილმა და თან კიდევ ახლა გავხდით მსოფლიოში გამარჯვებული არის ჩვენი პროექტი 2500 პროექტ შორის პირველი ადგილი დავიკავეთ მნიშვნელობით ავიცი სილამაზით თვითონ თავის არქიტექტურით და ძალიან გაგვიხარდა რაღაც ისე ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს და ისე ერთი დიდი ჯაჭვი ხო ვართ ჩვენ საერთოდ და ესე თითორგოლებად ყველაფერი ისე ლამაზად ხდება ხოლმე რომ აი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვან დროს ხან რაღაც გაგვახარებს მეტი ოპტიმიზმს და ძალას მოგცემს ძალიან მოგვიჭირს მაშინ ადამიანები გამოჩნდებიან და დაგვეხმარებიან. აი პირველი ეტაპი იყო რომ ისე პროექტს დაუბრუნდეთ საძირკველი შემდეგ მეორე ეტაპი იყო რომ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ჩვენ დავასრულეთ და დაგვიმთავრდა ეს თანხა. ყოველ შემთხვევაში 200,000 ლარით დავიწყეთ და ჩვენ უკვე 9 მილიონზე მეტი გვაქვს დახარჯული და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა სწორედ ამ ადამიანების შესახებ საინტერესოა რომ თავად ისაუბროთ. ეს ყველაფერი არის ბატონ ლევანიჩას კობიაშვილი ხო? კადრში. ვინ არიან ის ადამიანები ვინც აი ამ სიკეთეს უდგანან გვერდში? დიახ, აი ესე იგი რომ ესე უბრალოდ ქრონოლოგიურად ორი სიტყვით გითხრათ, ჩვენ დავიწყეთ, ესე იგი სადაზო კომპანია არის ირაო, მათი თანადგომით ისინი იყვნენ პირველი კომპანია, რომელმაც სოლიდური ესეთი დახმარება გაგვიწია და 30,000 ევრო, მოგცემაში 77,000 ლარი იყო, ჩვენ ამ თანხით დავიწყეთ, საძირკველი ამით გავაკეთეთ. შემდგომ სხვადასხვა ღონისძიებებით ბერი ანდრეას სახელობის ფონდი უამრავ სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობთ, სხვადასხვა კონცერტები ჩვენ არაერთხელ ყოფილვარ თქვენს ეთერშიც დაგვიანონსებია სუხიშვილები ერისიონი ესეთი ქათამაძე ძალიან ესეთი კარგი და ჩვენი საამაყო კულტურის მოღვაწეები ერთვებიან ხოლმე ისინი თქვენს პროექტებში. სწორედ აი ამ პროექტების შემოწირულობებით სხვადასხვა ადამიანების, სხვადასხვა კომპანიების არის კომპანიები, რომლებიც წლებია ჩვენთან მეგობრობენ და თანამშრომლებენ. არქის სამშენებლო კომპანია ნოვა არის ძალიან ბევრი ესეთი კომპანიები, კრისტალი არის კიდევ რომელიც აი დაარსების დღიდან სულ მოყვება და ჩვენ გვერდში არის ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი რომელიც სულ მუდმივა ჩვენ გვერდშია და აძლევს თან ხო მაგალითს სხვა კომპანიებს რომ მათაც დაგვეხმარონ და სწორედ აი ამ ადამიანების ამ კომპანიების სხვა ქველმოქმედი ესე იგი არიან ოჯახები რომლებიც ისე გვეხმარებიან რომ არ უნდათ რომ გავაცხადოთ და არიან უცხოეთში კიდევ ესეთი ადამიანები და მე მადლობა მინდა მათ გადაუხადო კიდევ ერთხელ ესეთი შემთხვევა ქონია ადამიანი გარდაიცვალა და მათ ქელეხი არ გადაუხადეს და მთლიანი თანხა ჩვენ ჩაგვირიცხეს და ჩვენ მონასტერშიც მამები ლოცულობენ იმ ადამიანის სულისთვის და ჩვენც ყოველთვის ჩემი შვილები ძალიან ლოცველები არიან და მათი მშობლები და აი ამ ყველაფერით მოახერხეთ და ეს ჩვენი ორი ეტაპი მშენებლობის დავასრულეთ. ეხლა რა ეტაპზეა ქალბატონო თინათი მშენებლობა? ყველაზე მეტად ახლა რა გჭირდებათ აი ყველაზე მეტად რაც გჭირდებოდა იყო ის რომ ჩვენ თანხა დაგვისრულდა და უნდა გადაგვეხადა ეს არ ვიტყვის დიახ დავალიანება და თან ყველაზე კარგი იყო ის რომ ჩვენ მოგცეს ძალიან იაფად დაგვიკლეს თვითღირებულება აი ამ ტონაში არმატურაში და თან მოგცეს ნისიად მარტის ბოლოს უნდა გადამეხადა. სხვადასხვა ღონისძიებები ჩავატარეთ, მაგრამ ვერ ვახერხებდით აი ამის გადახდას და უკვე ძალიან მეშინოდა ვფიქრობდი არ მინდოდა იმ ადამიანების დაღალატება, რა თქმა უნდა, რომ ესე გვენდეს, მოგცეს და ამ დროს მოვიდნენ აი ეს ფეხბურთის ფედერაცია და რომ ითქეს რომ უნდა მოსვლა ლევანის ხოკობიაშვილს, ნუ ვიფიქრე რომ აუცილებლად რა თქმა უნდა დაგვეხმარებენ და მხოლოდ ბურთებს არ მოგვიტანდნენ ეხლა და რაღაცას კი ვიფიქრე, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიცოდი. და როდესაც ესე საუბრობდით ბევრი რაღაც მოუყევი ჩვენი ესეთი პრობლემები, ჩვენი მიღწევები, სიხარული არასდროს არ ვიწყებ ესე რაღაცა ტილს. ყოველთვის ვამბობ ჯერ იმას, რაც სანამდეც მოვედით და რაც გავაკეთეთ და ვახარებ ამ ადამიანებს და შემდეგ თუ მკითხავენ ეხლა რა ხდება და რა პრობლემა აი იმ დროს უკვე რა თქმა უნდა პრობლემებსაც ვიწყებ საუბარს და
ესე გადმოუწეს ეს 100,000 ლარი და რომელიც ძალიან დაგეხმარა. ძალიან დაგეხმარა და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. იწურება უკვე ჩვენთვის განკუთვნილი დრო და აი ძალიან ისეთი საინტერესო ფრაზა თქვით საუბრისას, რომ აი აჭარიდან იყო ბავშვი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე მეშინოდა თქვენთან მოსვლა. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანია ახლა ან მათი მშობელი, ბავშვების მშობლები, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ. გონიათ რომ რაღაც პროცედურებთან არის დაკავშირებული თქვენთან მოსვლა, აი ამ პროექტში ჩართვა, რას ეტყვით მათ? ჩვენთან ერთადერთი ესე იგი სამწუხარო რეალობა უნდა იყოს ის, რომ ბავშვს კონდეს ავთვისებიანი სიმსივნე და არა აქვს არავითარი მნიშვნელობა საიდან არის ბავშვი, რომელი წამს ის მიმდევრები არიან, ჩვენ მათ ყველას ერთად ესე იგი 100%-იან და 24 საათიან თანადგომას ვუცხადებთ და ველოდებით და ბერი ანდრეას სახელმოქმედო ფონდში არის უამრავი მორჩენილი ბავშვი და თავარი არის ის, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევწლებთ ამ პრობლემასთან ბრძოლას და ჩვენ მშობლებს დავეხმარებით და ვასწავლით როგორ უნდა მოიქცენ, რა უნდა გააკეთონ და ჩვენთან ცხოვრობენ, დანახარჯი მათ არ აქვთ, სწორ გზაზე ვაყენებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით რომ აი სწორ გზას გადამწყვეტ დროს აი მე მიჭირდა ყოველთვის გადაწყვეტილების მიღება, სწორად ვიქცევი, არასწორად ვიქცევი და როდესაც უკვე ბევრჯერ გაქვს გზა გავლილი, ხო, უფრო იოლად შეგიძლია შესთავაზო, თუმცა მაინც მშობელი წყვიტავს ყველაფერს, ჩვენ უბრალოდ მას ვეუბნებით, რომ შეიძლება აი ეს გზები არსებობს და აი ამ გზიდან უნდა აირჩიოს შენ, რომ შეცდომა რამე არ მოვიდეთ და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თინათინ, გისურვებთ წარმატებას ამ კეთილ საქმეში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მონდომებით, ენთუზიაზმით და კეთილი ადამიანების დახმარებით ბედნიერი სახლის მშენებლობა მალე დასრულდება და ჩვენ უკვე დასრულებული პროექტის შესახებ ვისაუბრებთ. ალბათ ბოდიში დავამატებ, ეს ის შემთხვევა, როცა შეიძლება ქალბატონს უსურვო, კი სასიხარულო რა თქვენ ერთი შვილი ასე გაგიმრავლდათ, მაგრამ მე გისურვებთ, რომ აღარ გამრავლდნენ თქვენი შვილები. შევახსენოთ მაყურებელ სტუდიაში საუბრობდა ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი და ბერი ანდრიას დედა ქალბატონი თინათინ ჩხუიმიანი. გრძელდება გადაცემა, ახლა ეთერში სიუჟეტის დროა, რუბრიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში. დღეს შაქრის მავნე-თვისებების შესახებ გიამბობთ, ნახოთ ჩვენი კოლეგის ნინო თოთიაურის სიუჟეტი. როდესაც ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა ფეხი ინდოეთის მიწაზე დადგეს, ქვეყნის უთვალავ სასწაულშორის მათი ყურადღება უცნობმა მყარმა პროდუქტმა მიიპყრო. მას სასიამოვნო და ტკბილი გემო ჰქონდა. ჯარისკაცებმა სახელად ლერწა მიუწოდეს, რომელიც ფუტკრის გარეშე იძლეოდა თაბლს. ხვიერი მასის გამო იგი მოიხსენიეს როგორც საკარა. ქართულ ენაზე კი მას შაქარი უწოდეთ. შემდეგ ხალხმა მისი გადამუშავება და აქტიური მოხმარება დაიწყო. საბოლოოდ კი მათი ორგანიზმი შაქარზე დამოკიდებული გახდა. დღესდღეობით ეს ტკბილი პროდუქტი თეთრი სიკვდილის სახელითაა ცნობილი. შაქარი რომ ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორიც გემო აქვს, ფაქტია. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე შაქრის მიღება უარყოფითად მოქმედებს. თუ ფიქრობთ, რომ ცოტა შაქარს იღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ყავას ან ჩაის უშაქროდ მიირთმევთ, ცდებით, რადგან ჩაისა და ყავასთან ერთად შაქარი დიდი რაოდენობით არის ტკბილეულში, გაზიან თუ ნატურალურ წვენებში. ასევე ბევრ ისეთ პროდუქტში, როგორიცაა კეჩუპი და რძის პროდუქტები. შესაძლოა შაქრის შემცველობით პურიც კი შევხვდეთ. ბუნებრივ შაქართან პრეტენზია არავის აქვს. ზედა 100%-იანი ხილის წვენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ, თუმცა მათში ვიტამინებიც და ნახშირწყლებიც ბევრია. ქიმიური წესით დამზადებულ შაქარს კი ყველა ღირებულება დაკარგული აქვს. შედეგად კი ცარიელ კალორიას ვიღებთ. თუ გსურთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ, შაქარი ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელიც უნდა ამოიღოთ თქვენი კვების რაციონიდან. ჯანმრთელობის ექსპერტები ამბობენ, რომ დიდი დოზით შაქრის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ჭარბის წონის ეპიდემიასთან, იწვევს დიაბეტს, გულის დაავადებებს და სხვა ქრონიკულ გართულებებს. შაქარი ფიტავს ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალებისგან. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმი მარტივად ხდება სხვადასხვა ვირუსის მსხვერპლი. ტკბილეულის მიღებიდან რამდენიმე წუთში ორგანიზმის იმუნური სისტემა 40%-ით მცირდება. შესაბამისად, ადამიანს აღარ შესწევს ძალა ვირუსების მარტივად დამარცხებისათვის. იგი ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას, ვინაიდან მსგავსი უჯრედები სწორედ შაქრით იკვებებიან. ესაა მიზეზი, რის გამოც შაქარს თეთრ სიკვდილს უწოდებენ. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სოკოები და პარაზიტები შაქრის მოყვარულები არიან. განსაკუთრებით კანდიდა სოკოს შეუძლია შემაშფოთებელი შედეგები გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრ ტკბილეულს მიირთმევენ, აგრესიულობისკენ მეტად მიდრეკილნი არიან. ბავშვებში იწვევს ყურადღების დეფიციტს და ჰიპერაქტიულ დარღვევას. შაქრის მიღებისგან განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე მართავთ ასაკოვან ადამიანებს და ბავშვებს. პედიატრები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება ნაკლებად მიიღონ ტკბილეული, ვინაიდან ეს მათ ჯანმრთელობაზე რადიკალურად აისახება. შაქარი ხელს უწყობს კარიესის განვითარებასა. თუ გსურთ, რომ თქვენი ღიმილი ყოველთვის ჯანსაღი და სასიამოვნო იყოს, ეცადეთ ნაკლები ტკბილეული მიირთვათ. შაქარზე დამოკიდებულების გამომუშავება საკმაოდ ადვილია და ის თითქმის თამბაქოსა და ალკოჰოლს უტოლდება. თუ არ შეგიძლიათ დღეისე გაატაროთ, რომ ტკბილეული არ მიიღოთ, ან ტკბილის დანახვაზე თავის შეკავება გიჭირთ, ესე იგი თქვენ შაქარზე დამოკიდებული ხართ. თუმცა, როგორც ყოველთვის გამოსავალი არსებობს. ამისთვის მთავარი მონდომებაა. მაგალითად, თუ არ შეგიძლიათ საყვარელ ტკბილეულზე უარი თქვათ, არსებობს ჯანსაღი ალტერნატივა. მიირთვით ხილი, რომელიც სავსეა გლუკოზით და ამასთან ერთად ვიტამინებით. თაფლი ძალიან სასარგებლო საკვებია გულისთვის, სხეულისა და გონებისთვის. და თუ მაინც გიჭირთ შოკოლადებსა და სხვა ტკბილეულზე უარის თქმა, ენდეთ სპეციალისტების რჩევებსა და გამოცდილებას და ეცადეთ, რომ მისი მიღება შეამციროთ მაინც. აი სწორედ შაქრის ჯანსაღი ალტერნატივის დრო დგება ახლა, მართვის დროს შეგვიძლია მივიღოთ ხილი, თაფლი და ვიყოთ ჯანმრთელები და ამავდროულად თავი შევიკავოთ შაქრის მიღებისგან. კეთილი, ძალიან საინტერესო თემით განვაგრძობთ პირდაპირ ეთერს სტუმართან ერთად. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ უნდა ვისაუბროთ. რა მნიშვნელობა აქვს მათ დაცვას თითოეული ჩვენგანისთვის? რა უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები და სხვა საკითხებზე სტუდიაში უკვე სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტი კალბატონი სოფო შამოგია შემოგვიერთდა დილამშვიდობისა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად. დილამშვიდობის მოგესალმებით სოფო, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა არის დაკავშირებული პერსონალური მონაცემების გაცვლასთან და გაზიარებასთან და ვიცით რომ სხვადასხვა ორგანიზაციაში თავს იყრის ჩვენი მონაცემები, პირადი ინფორმაცია, ეს იქნება ვთქვათ ბარათის ნომერი, პირადი ბარათის ნომერი, ეს იქნება ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ოჯახის წევრების შესახებ, შემოსავლების შესახებ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი აუმჯობესებს კომუნიკაციას, ვთქვათ, სხვა ორგანიზაციასთან, ამავდროულად არის საფრთხის შემცველიც და გარკვეულწილად საშიშიც შეიძლება ერთგვარად ასეთ შეიძლება ითქვას. რას გვირჩევთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი და პირველ რიგში ალბათ განვარტოთ, რა არის პერსონალური მონაცემები. შეიძლება ბევრს კონდეს მცდარი ინფორმაცია, ამის მცდარი წარმოდგენა ამის შესახებ. დიახ, თქვენ ნამდვილად სწორედ ჩამოაყალიბეთ, რა არის პერსონალური მონაცემები, გარკვეულწილად რა თქმა უნდა ეს არის პერსონალური მონაცემი, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ შესახებ ნებისმიერი ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია არის მისი პერსონალური მონაცემები. ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბარათის ნომერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად სუბიექტები იყვნენ ინფორმირებული მათი უფლებების თაობაზე, იცოდნენ რა არის მათი მონაცემები. მართალია დღეს ცნობადობა ინსპექტორის აპარატის დახმარებით მეტწილად ამაღლებულია ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მომართვიანობა გვაქვს მოქალაქეების, თუმცა ბუნებრივია მაინც მიმდინარეობს მუშა პროცესი ამ მიმართულებით და შესაბამისად თავად სუბიექტებზე არის დიდწილად ბევრი რაღაც დამოკიდებული სწორედ საფრთხეების პრევენციის მიზნით. და ხშირად შეიძლება სუბიექტმა არც იცოდეს რა დროს გასცა, თქვათ, თავისი პერსონალური მონაცემი. 21 საუკუნეში, კი ბატონო, 21 საუკუნეში, როცა ინტერნეტ სივრცე ესეთი აქტუალურია და ძალიან დიდი მოცულობით მონაცემების დამუშავება ხდება თავად ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა ონლაინ საიტებზე რეგისტრირდებიან მომხმარებლები, სხვადასხვა კომპანიებს აწვდიან მათ მონაცემებს, ამ პროცესში აუცილებლად უნდა იცოდნენ რა მონაცემების მიწოდების საჭიროება არსებობს. მინიმალურად უნდა გასცენ საკუთარი მონაცემები. როცა საჭირო არ არის, პირობითად როცა ონლაინ საიტზე რეგისტრირდებით, სულაც არ არის საჭირო რომელიღაცა მომსახურე კომპანიამ იცოდეს ოჯახური მდგომარეობა. შესაბამისად, ამ პროცესში თხოვენ ამას.
ამიტომ თავად ჩვენ უნდა უზრუნველყოთ იმ მოცულობით ინფორმაციის გაცემა ჩვენ შესახებ, რაც არის აუცილებელი კონკრეტული პროცესისთვის. მაგალითად, საიტზე რეგისტრაციის მიზნებისთვის შეიძლება იყოს საჭირო პირობითად მეილი, შეიძლება იყოს საჭირო პაროლი, ტელეფონის ნომერი, ვერიფიკაცია, იდენტიფიკაციისთვის, თუმცა არა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. არა, მაგრამ საფოსტო მისამართს და ტელეფონის ნომერს თითქმის ყველა საიტ, ასე ვთქვათ, ვებგვერდზე დარეგისტრირებისას. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ საშუალებით მოხდეს მომხმარებელთან შემდგომი კომუნიკაცია. თავად, როგორც აღნიშნე, თავად სუბიექტებს ეკისრება დიდწილად პასუხისმგებლობა მათი მონაცემების დაცვისა. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა დარწმუნდნენ, რა უსაფრთხოების ზომები აქვს ორგანიზაციას მიღებული მათი მონაცემების დასაცავად. გაეცნონ, ასე ვთქვათ, ძირითადად არის საიტებზე განთავსებული პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა, სადაც რომ ეს დოკუმენტი ძირითადად ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ მონაცემების დაცვის წესებს შესაბამისად, მხოლოდ ამ მონაცემების გაცნობის შემდგომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა დოზით მივაწოდოთ ინფორმაცია ამა თუ იმ ორგანიზაციას, რამდენად საჭიროა მონაცემების მიწოდება და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი მონაცემების გაცემა არ გაცემის თაობას. თუმცა, როდესაც არ ეხება საქმე, ვთქვათ, დარეგისტრირებას, ბევრისგან გსმენიათ ალბათ და ხშირად დაუსვამთ თქვენთვის ეს შეკითხვა. დღის მანძილზე უამრავი SMS-ი შეიძლება მოგდიოდეს ამა თუ იმ კომპანიისგან. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ეს საკითხი ეხება პირდაპირ მარკეტინგს, პირდაპირ მარკეტინგით, ასე ვთქვათ, სარეკლამო ხასიათის შეთავაზებებს დიდწილად ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეები, მგონი არ არის ადამიანი, რომელსაც არ მიუღია. კანონი დასაშვებად მიიჩნევს პირდაპირ მარკეტინგს, პირველ რიგში ეს უნდა აღვნიშნო, თუმცა აწესებს კონკრეტულ ვალდებულებებს თავად მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციის მიმართ, ანუ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გვიგზავნიან სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია, რომ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა მსგავსი შეტყობინებების მიღებაზე უარი განაცხადოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირ მარკეტინგი. ბოლო პერიოდში გახშირდა სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეთავაზებები, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მაღაზიებიდან უკავშირდებიან მოქალაქეებს და სატელეფონო გზით პირდაპირ პოლიტიკოსებიც წერენ ესეთს. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები. ერთი არის რომ მე მოქალაქემ ვთქვათ არ ვიცი კონკრეტულად რა ინფორმაცია გავცე, რა არ უნდა გავცე, ანუ როგორ გავუფრთხილდე ჩემს პერსონალურ მონაცემებს. მაგრამ მეორე არის სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ჩემი პირადი მონაცემები, პერსონალური მონაცემები. აი რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და როგორ ახორციელებს ამ ვალდებულებას ამ კუთხით. ბუნებრივია, ანუ როგორც სახელმწიფოს და საჯარო სექტორს, ასევე კერძო სექტორს აქვს ვალდებულება დაიცვას პერსონალური მონაცემები. არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც აწესებს იმ კონკრეტულ წესებს, ვალდებულებებს და სწორედ აღნიშნული კანონის შესაბამისად არიან ვალდებულნი როგორც საჯარო სექტორი, ასევე კერძო სექტორში არსებული კომპანიები დაიცვან პერსონალური მონაცემები, ასევე მათი უსაფრთხოება. მონაცემები უნდა დაამუშავონ მხოლოდ შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული კანონიერი მიზნით, კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მაგალითად, სერვისების განვითარების სააგენტო, რომელსაც აქვს უდიდესი მონაცემთა ბაზა, კონკრეტული მიზნით არეგისტრირებს, ანუ ამუშავებს ხომ მონაცემებს, იმიტომ რომ თავს იყრის მთელი ადამიანების მონაცემები, რადგან ჩვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ხდება აღნიშნული სამსახურის მიერ, ჩვენი ეს მონაცემები სრულად იყრის თავს, თუმცა ამას აქვს კონკრეტული კანონიერი მიზანი. აუცილებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად მოხდეს მონაცემების დამუშავება, კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებს განსაზღვრავს კანონი და, ყოველ შემთხვევაში საჯარო სექტორი ბოლო პერიოდში ნამდვილად გამოირჩევა და უნდა აღინიშნოს ეს, ჩვენს ანგარიშშიც არის აღნიშნული თავაბაზე 2018 წლის ანგარიში ინფორმაცია მითითებული, რომ წინასწარ ცდილობს კონსულტაციები გაიაროს აპარატთან და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი შესაბამისობაში მოიყვანოს კანონთან. და ეს ნამდვილად ქალბატონ სოფრო, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როდესაც უკავშირდები ოპერატორს,
გესმის ფრაზა, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება. არის თუ არა ეს დარღვევა? გაჩნია, ანუ რა შემთხვევებში იწერება, როცა კონკრეტულ პირობითად კომპანიას მომსახურების გაწევის მიზნით უკავშირდება სუბიექტი, შესაძლებელია მომსახურების გაწევის მიზნით ნამდვილად მიმდინარეობდეს აუდიო ჩაწერა, თუმცა სუბიექტი კი ბატონო, მიზანი შეწონილია, რა თქმა უნდა და თავარია რომ სუბიექტი იყოს ინფორმირებული. აუცილებელია სუბიექტის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე. ის რომ პირობითად ვიდეო თვალთვალი მიმდინარეობს, ის რომ აუდიო ჩაწერა მიმდინარეობს, ამის თაობაზე ნებისმიერი პირი უნდა იყოს ინფორმირებული. თუმცა ჩვენ დასაუბედუროთ ეს ფაქტები არაერთი ნახეთ რომ დაირღვა ამ ქვეყანაში. რა ხდება ამ დროს, როდესაც ირღვევა ეს უფლებები? როგორ რეაგირებს თქვენი სამსახური? ჩვენი სამსახური რეაგირებს მომართვიან, როგორც განცხადებებს განვიხილავთ, ანუ ინსპექტორი განიხილავს როგორც განცხადებებს მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე, ასევე თავად განსაზღვრავს შემოწმებებს, ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს. ეს მომართვის შემთხვევაში არა, მომართვის გარეშეც ერთი როცა მოქალაქეები მოგმართავენ მათი უფლებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, ვახდენთ ბუნებრივი ამაზე რეაგირებას, განვიხილავთ განცხადებას, სამართალდარღვევის შემთხვევებში კომპანიებს იქნება ეს თუ საჯარო სექტორი ვაკისრებთ შესაბამის სანქციებს. ეს სანქციები რაში გამოიხატება, ვთქვათ? სანქცია ჯარიმის სახით, დიახ, ფულადის სახით კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ დარღვევაზე შესაბამის სანქციას და ამა თუ მონაცემთა დამუშავებელ ორგანიზაციას ეკისრება შესაბამისი სანქცია, რა თქმა უნდა, ჯარიმის სახით. ასევე გასცემს დავალებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების, ასე ვთქვათ, დახვეწის მიზნით, როგორ ნაკლოვანებების გამოსწორება, როგორ უნდა უზრუნველყონ კომპანიებმა და ეს ძალიან ეფექტური მექანიზმი არის ინსპექტორის მხრიდან. ანუ მხოლოდ ჯარიმა და სანქცია არ არის, ასე ვთქვათ, მიზანი ბუნებრივია, თავარი არის და ძირითადი მიმართულება არის, რომ მონაცემთა დამუშავებლებმა გამოასწორონ მონაცემთა დამუშავების პროცესი, კანონთან მოიყვანონ შესაბამისობაში და ამ კუთხით გაიცემა კონკრეტული დავალებები, ასევე გაიცემა რეკომენდაციები. სოფო, რაც შეეხება პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას, ექიმს აქვს უფლება რომ გასცეს პაციენტის პირადი მონაცემები? რა თქმა უნდა, ანუ ესე ცალსახად გაცემა არ შეიძლება. მით უმეტეს როცა გულისხმობ, თქვათ, აი პაციენტის მამას, დედას, მშობელს ან მეუღლეს, ოჯახის წევრს რომ უთხრეს პაციენტის მდგომარეობის შესახებ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი და ეს საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. სენსიტიური ინფორმაცია და შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს სუბიექტს სურვილი რომ მისი ოჯახის წევრიც იყოს ინფორმირებული მის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. თუ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლებს, როგორც ასე ვთქვათ, ძალიან სენსიტიურ და განსაკუთრებით დასაცავ მონაცემს, ანუ ამის დამუშავების საფუძვლებს ცალკე ითვალისწინებს კანონი და თუ სუბიექტის წერილობით თანხმობა იქნება პირობითად ერთ-ერთი მონაცემების დამუშავების საფუძველი, ამ შემთხვევაში და აქ ბანკთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, ვისაც გქონია და ალბათ ყველას გქონია ერთხელ მაინც ბანკთან ურთიერთობა, როდესაც ავსებენ განაცხადს, შეკითხვები ეხება არა მხოლოდ ჩვენს ვთქვათ ცხოვრებას, ოჯახურ მდგომარეობას, შეიძლება ვთქვათ შვილების, მშობლების, თანამშრომლის და ასე შემდეგ. ანუ განაცხადის შევსებისას ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს ოპერატორი. რამდენად დაცულები ვართ ამ შემთხვევაში, რომ ოპერატორი თავის მეგობარ ოპერატორს არ გაუზიარებს ჩვენ შესახებ ინფორმაციას? ნებისმიერ დაწესებულებას, ეს იქნება ბანკი თუ სხვა ორგანიზაცია, მის თანამშრომელსაც აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ნებისმიერი კლიენტის პერსონალური მონაცემები, მათი შემთხვევითი გამჟღავნებისგან, უკანონო გამჟღავნებისგან, პირადი მიზნით გამოყენებისგან, ნებისმიერი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა ეს პირველ რიგში და შესაბამისი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაეკისრება კონკრეტული ჯარიმა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი რჩევაც იქნება, ასე ვთქვათ, რომ თავად სუბიექტებმა გასცენ იმ დოზით ინფორმაცია, რაც მიაჩნიათ, რომ უნდა გაიცეს კონკრეტულ შემთხვევაში. პირობითად ბანკს შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ საკონტაქტო პირის მონაცემი მიუთითოს კლიენტმა, როცა ვერ ხდება თავად კლიენტთან დაკავშირება, ნამდვილად შესაძლოა დასჭირდეს მესამე პირის მეშვეობით მასთან დაკავშირება. თუმცა აი სუბიექტის ბიძაშვილთან, მამიდაშვილთან, თანამშრომელთან შორეულად რონომაშენ არ კი იცოდეს, რომ ამა თუ იმ სუბიექტმა ამ დროს მიუთითა მაგალითად ცესხს რო აკეთებდა
თანამშრომელი, ან ბიძაშვილი, ან მეზობელი. კი, ну ეს რისკი არის თავად კლიენტზე, ამიტომ მასაც უნდა კონდეს, ასე ვთქვათ, შესაბამისად რაღაც ინფორმაცია მიწოდებული. ცნობიერების ამაღლებამდე მივიდივართ. რამდენად ვიცით ჩვენ, მისი უფლება გვაქვს? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეზღუდოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაციების გაცემა. თუმცა აი გამოდის ვიხდი დავამატებ, იწურება ჩვენი დრო. ხშირად უკანონო მიყურადების, მოსმენის, ასე ვთქვათ, სამიზნე კატეგორია ხოლმე არიან იგივე ტელეწამყვანები ვთქვათ, მსახიობები, მომღერლები, საჯარო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. რისი უფლება გვაქვს ამ დროს, თუ კი ეს ეჭვები არსებობს, რომ მუდმივად რაღაცა თუნდაც ტელეფონში უკაცრავად ჯოჯოხეთური ხმები გესმოდეს. ესეთი უკანონო მიყურადების საკითხებზე, ანუ ზღვარი გადის პერსონალური მონაცემების დამუშავების რეაგირებაზე, ასე ვთქვათ, კანონიერებაზე რეაგირების კუთხით. როცა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების კომპეტენცია ამ საკითხის შესწავლა და მასზე რეაგირება, შესაბამისად უკანონო მიყურადებაზე ჩვენი მხრიდან რჩევა ცოტა რთული იქნება. ეს კომპეტენცია და იწურება ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დრო. სტატისტიკა საინტერესოა თუ არსებობს, თქვათ, მომართვიანობა რამდენი იყო, რამდენი ორგანიზაცია დაჯარიმდა პერსონალური მონაცემების გაცემის გამო და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე შეგვექმნება სურათი, როგორი არის ცნობიერება ამ კუთხით მოქალაქეების. რა თქმა უნდა, სტატისტიკა არის, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ყოველწლიურად აქვეყნებს ასევე ანგარიშს. 2018 წლის რიგით მე-6 ანგარიში გამოაქვეყნა, ჩვენს გვერდზეც არის განთავსებული. მომართვიანობის საკმაოდ მაღალი დონე არის, გამოვლენილი სამართალდარღვევები 300-მდეა თუ არ ვცდები, შეიძლება ციფრები ზუსტად არ მახსოვს, თუმცა განთავსებული არის. ორგანიზაციებში ფიქსირდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო 2018 წელს, თუმცა დარღვევების რაოდენობამ იკლო და ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ მუშა პროცესი მიმდინარეობს, აპარატთან იზიარებენ ინსპექტორის რეკომენდაციებს, ასრულებენ დავალებებს და ასე ვთქვათ, აი ეს გამოსწორების პროცესი აისახა მათი მხრიდან მონაცემების დამუშავების კანონიერებასაც. თავად როგორ უნდა გამოვითხოვოთ, თქვათ, ჩვენ შესახებ ინფორმაცია და რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს? მოთხოვნის უფლება სუბიექტს აქვს, რა თქმა უნდა, მის შესახებ არსებული ინფორმაციის, რა მონაცემი მუშავდება მის შესახებ, რა მიზნით მუშავდება, რომელი სამართლებრივი საფუძვლით გაიცა თუ არა მესამე პირებზე. უბრალოდ კანონი განმიჯნავს, ანუ კერძო დაწესებულებებიდან ინფორმაციის სახით აქვს მოთხოვნის უფლება, საჯარო დაწესებულებიდანაც ბუნებრივია აქვს ინფორმაციის მოთხოვნის უფლება და ამასთანავე აქვს მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის მიღების უფლება საჯარო დაწესებულებიდან და ნებისმიერი დამუშავებელი ვალდებულია მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში 10 დღეში გასცეს ეს ინფორმაცია თავად სუბიექტს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს ჩვენ თავსაც ტელემაყურებელსაც ვუსურვებ, რომ დაცული იყოს ჩვენი პირადი მონაცემები და პერსონალური ინფორმაცია არ იყოს კანონის მიღმა გამოყენებული. იურისტი სოფო შამუგია საუბრობდა სტუდიაში, განვაგრძობთ გადაცემას, გადაცემების ანონს შემოგთავაზებთ და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ალბათ სახში ჩაკეტვა და ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა მე ამბავს გადავიხდი და ან ჩემ ოჯახში თუ ეს არ მოსულა, ხვალ არ მოვა მაგის იმედით, ყველგან შევა. ყველა შეეხება პირდაპირ თუ ირიბად, იმიტომ რომ ეს არის როგორც აი ნიაღვარი. სადღაც 400.000-მდე საქართველოს მოქალაქე დაავადებულია ამ სენით და მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩართულია ამ თამაშებში. იგივე არ არის, გინდა ნარკომანია და გინდა აზარტომანია. აზარტომანია არის 21 საუკუნის ნარკომანია. სამშაბათს 20 საათზე ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა სტუმართან საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის თავმჯდომარესთან გია პაიჭაძესთან ერთად გვესაუბრება აზარტულ თამაშებზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სხვა გამოწვევებზე. გადაცემაში ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. მარიხუანა, მცენარის ლათინური დასახელება კანაბის.
მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება, ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს დნმ-ის დაზიანებას, გულის ფუნქციების დარღვევას. აქვეითებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. იწვევს მოზარდების სქესობრივი ფუნქციების დარღვევას. მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, განმაგრძობთ გადაცემას. სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება, რა მექანიზმებით გაკონტროლდება ბავშვების უსაფრთხოება საჯარო ღონისძიებების დროს. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინა ხუციშვილი. დილამშვიდობისა, ქალბატონო ეკატერინა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემა არის, აქტუალური და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მშობლისთვის გრძნობიარე ფაქიზი თემა. ქალბატონო ეკატერინა, ვიცით რომ უკვე განიხილება კოდექსი, რომელიც უკავშირდება სასკოლო ექსკურსიებს პარლამენტში. საინტერესოა, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, როდესაც გეგმავს ექსკურსიას და ადრე როგორ ხდებოდა ექსკურსიის დაგეგმვა? მოგახსენებთ, რაც შეეხება ბავშვის უფლებათა კოდექსს, ეს საკმაოდ მრავლის მომცველი და ძალიან კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არეგულირებს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სასკოლო ექსკურსიებზე და მხოლოდ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რაც შეეხება საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას. აღნიშნული მიმართულებით განათლების სამინისტროს ბოლო რამდენიმე წელია უკვე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგზავნილი აქვს გარკვეული რეკომენდაციები ამ კუთხით. რა უნდა გააკეთოს უშუალოდ ექსკურსიის ორგანიზატორმა ექსკურსიის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. მასწავლებელი გეგმავს, ხო, ბუნებრივია? კი ბატონო, შეიძლება ეს იყოს მასწავლებელი, შეიძლება ეს იყოს მშობელი და მშობელთა მიერ იყოს ორგანიზებული ეს გასვლითი ღონისძიება, დამრიგებელი, ან შეიძლება ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სკოლის თანამშრომელი, რომელიც გეგმავს აღნიშნულ ღონისძიებას. ვთქვათ, აი მნიშვნელოვანია ექსკურსიის დროს ადგილი, დრო, ხანგრძლივობა ვაცნობოთ პოლიციას. კი ბატონო, პოლიციას რაც შეეხება, ხო? საპატრონო პოლიციას, ასევე ალბათ 112 სამაშველო სამსახურს. ჩვენ ამ ტიპის ღონისძიება, ამ ტიპის შეტყობინების რეკომენდაცია გავეცით გასულ წლებში, იმ შემთხვევაში თუ ეს იყო ხანგრძლივი ღონისძიება, ხანგრძლივი, აი 2 დღიანი, 3 დღიანი ექსკურსიები, რასაც ჩვენ ყველა ჩვენგანი ყოფილვართ ასეთ. კი ბატონო, ბავშვები. აი რამდენად ასრულებენ, თქვათ, აი ამ რეკომენდაციას, სრულდებოდა ნამდვილად სრულდებოდა გასულ წელს გაიცა ეს რეკომენდაცია და ძალიან ბევრი ზარი შედიოდა და შეტყობინება პოლიციის განყოფილებაში, სახანძრო სამაშველო სამსახურში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში, იმდენიც კი ხანდახან ხდებოდა რაღაცა ესეთი შეფერხებებიც კი ბატონო ამ კუთხით მომსახურების გაწევისას. ქალბატონო ეკატერინა, არის ხოლმე პრობლემები ტრანსპორტის დაქირავებასთან დაკავშირებით. არის შემთხვევა, როდესაც ტრანსპორტი არ არის სათანადოდ გამართული. ამ კუთხით თუ მოგვარდება ეს საკითხი, თუ დარეგულირდება და თქვათ რა ვალდებულება ექნება სკოლას, ანუ ექსკურსიის ორგანიზატორს, როდესაც ის აპირებს რომ დაიქირავოს ტრანსპორტის გამართულობასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად ვითხოვდით და სკოლის დირექტორები ითხოვდნენ გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუცილებლად უნდა წარადგინა მძღოლს თავისი მართვის მოწმობა და ტრანსპორტის დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მოსწავლე ტრანსპორტირება.
გარდა იმისა, რომ ტრანსპორტის გამართულობით, მძღოლის გამოცდილებითაც, ხო? რა თქმა უნდა, გამოცდილება, კი ბატონო, კატეგორიებსაც გააჩნია, რა თქმა უნდა და ასევე აუცილებელია, რომ სკოლასა და გადამზიდავ ორგანიზაცია შორის იყოს ხელშეკრულებით დარეგულირებული ურთიერთობები და გაწერილი იყოს მათი პასუხისმგებლობები. რაც შეეხება საკვების უსაფრთხოებას, ექსკურსიის დროს ვიცით ყველამ რომ პიკნიკი ასე ვთქვათ, გარეთ დასხდომა, სუფრის გაშლა და ასე შემდეგ ეს თანდევი პროცესია და ყოველთვის ხდება. აი ამ ხრივ როგორ გაკონტროლდება ვთქვათ კვების უსაფრთხოება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო, სახლიდან მოქონდათ. კი ბატონო, ხშირად მე დანიშნულების ადგილამდე მაგალითად გამფუჭებია ქათმის ხორცი, რომელიც ასე ძალიან იმიტომ რომ სიცხეში იგეგმება ძირითადად, როდესაც უკვე ცხელება. ზაფხულის პერიოდია უკვე, კი ბატონო, ამიტომ ძალიან ბევრია დამოკიდებული ღონისძიების ხელმძღვანელზე და იმ ორგანიზატორზე, რომელიც გეგმავს ამ ტიპის გასვლით ღონისძიებებს, მას უნდა კონდეს აუცილებლად რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის საკვები შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ კონკრეტული ღონისძიების დროს, რომ ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული და უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული. ქალბატონო ეკატერინე, თუ არის გათვალისწინებული ახალი კოდექსით, ექსკურსიის დროს არსებობდეს ისეთი პირი კონკრეტული, ვინც საჭირო შემთხვევაში აღმოუჩენს ბავშვებს, მშობლებს, მოკლედ ექსკურსიის მონაწილეებს სათანადო დახმარებას, თქვა შეატყობინებს სამართლო პოლიციას, სამაშველო სამსახურს და ასე შემდეგ. და ვინ არის ასეთი თუ დაჭირდა, თქვა იგივე პირველად დახმარებას. რა თქმა უნდა, აი ღონისძიების ხელმძღვანელს აუცილებლად უნდა კონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, მათ შორის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესახებ. აუცილებელია, რომ აი ამ გადაადგილებისას, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას თუ თავშეყრის ადგილას აუცილებლად იყოს სამედიცინო მიმართულებით გამოცდილების მქონე, ან თუნდაც პირველადი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით გამოცდილების მქონე სრულწლოვანი პირი. ასეთ შეიძლება იყოს სკოლის მანდატური, სკოლის ექიმი, თუნდაც მშობელი, რომელსაც აქვს სპეციალობა შესაბამისი და შეუძლია ამ ტიპის დახმარება აღმოუჩინოს მოსწავლეს. ქალბატონო ეკატერინე, საინტერესოა აი ამ ახალ რეგულაციებს, რა გამოხმაურება მოყვა თავად პედაგოგებისგან და ასევე საინტერესოა მშობლების პოზიცია. ნუ ეს ყველაფერი ცხადია და ბუნებრივია, რომ უსაფრთხოებას ემსახურება მოსწავლეების და შვილების. რა თქმა უნდა, გამოხმაურებები იყო და პოზიტიური გამოხმაურებები. ეს დოკუმენტი ბავშვთა უფლებების კოდექსი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა ის რეკომენდაციები, რომელიც სამინისტროს მიერ იქნა გაგზავნილი, მისულია უკვე მშობლებამდე, მასწავლებლებამდე, ადმინისტრაციებამდე სკოლების და ისინი სრულიად ეთანხმებიან ამ ტიპის გამკაცრებულ მიდგომებს. სხვათა შორის ჩემი როგორც ერთ-ერთი რიგითი მშობლის რეკომენდაცია იქნებოდა ის, რომ აუცილებლად მამებიც იღებდნენ მონაწილეობას ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი იქნება. არის ხოლმე ასეთი ტრადიციად არის ქცეული, რომ ხოლმე ბედები უნდა ბევრი ქალბატონი და ერთი მძღოლი და ნუ აი რაღაცა მართლა რომ მოხდეს რამე გაუთვალისწინებელი ძალიან ძნელია იქ მოგვარება ადგილზე. მამების ჩართულობა ეპატიჟებიან პიკნიკზე ხანერიდება, ხან არ მიდის, მოკლედ შეიძლება იქ რაღაცა გაუკონტროლებლად მართლაც ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შეიძლება ალკოჰოლიც მიიღოს და ეს ხშირად ართულებს შეიძლება ეს გამორიცხული არ არის მამების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გასვლით ღონისძიებებში არამედ ზოგადად მოსწავლეთა სწავლების პროცესში. ისე რომ რამდენიმე ტრანსპორტით მიდიან ექსკურსიაზე. მაგალითად შეიძლება რომელიმე მშობელი თავისი მანქანით მიდის და მშობელს მიყავს კიდევ სხვა ბავშვები. კოლონა გადაადგილდება. აი ამ შემთხვევაში კოდექსი რას ითვალისწინებს? კოლონის გადაადგილების შემთხვევაშიც ასევე საპატრულო პოლიციის მხრიდან შესაძლებელია გაცილება ამ კოლონის, აუცილებლად კოლონას უნდა კონდეს ნიშანი, რომ ბავშვები გადაადგილდებიან, რომ ადვილად ამოსაცნობი იყოს გზებზე ამ ტიპის გადაადგილება. ადრე როგორ იგეგმებოდა საინტერესოა? აი თავად დასაწყისში კითხეთ, უბრალოდ აღარ განვავრცეთ ეს თემა. ადრე შეიძლება ხა ამ ტიპის მკაცრი რეგულაციები არ არსებობდა, თუმცა უსაფრთხოებაზე ყოველთვის პასუხს აგებდა სკოლა, ღონისძიების ორგანიზატორი, იგივე ჰიგიენასთან დაკავშირებით ეს რეკომენდაციები
რეკომენდაციები და ეს ნორმები ყოველთვის მოქმედებდა და ტრანსპორტის გამართულობასთან დაკავშირებითაც, თუმცა სამწუხარო გამონაკლისები არსებობდა. დიახ, და ჩვენ ვიცით სამწუხარო ფაქტები. ძიმე შედეგი დასრულდა. საჯარო სკოლებს ეხება მხოლოდ ეს რეგულაცია? არა მხოლოდ. ზოგადად ბავშვის უფლებებზე როცა ალაპარაკი, ბავშვი კერძო სკოლაში იქნება თუ საჯარო სკოლაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის ავალდებულო იქნება. ამ ეტაპზე თუ კონტროლდება, ვთქვათ, ვიდრე ძალაში შევა ეს ახალი რეგულაციები, და რა იქნება სანქციები საინტერესოა ამ კუთხით, რამდენად გაკონტროლებული არის ბავშვთა უსაფრთხოება სხვადასხვა ღონისძიებების დროს, რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? კერძო სკოლასაც ისევე როგორც საჯარო სკოლას ყავს თავისი დირექტორი, თავისი ადმინისტრაცია, მათაც იგივე პასუხისმგებლობები ეკისრებათ. კი ბატონო, ზოგ კერძო სკოლას მანდატურიც ყავს, აქაც მოსწავლის ინტერესებია უპირატესი და მოსწავლის უფლებების დაცვა ამ მხრივ. საინტერესოა. აი კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დარღვევის შემთხვევაში, თქვა რა იქნება სანქცია უпростоრად. თუ დაირღვა, აი ეს შეთავაზებული კი ბატონო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირდაპირ არის იმ სანქციების ჩამონათვალი, რომელიც ამოქმედდება, კი ბატონო, სხვადასხვა სახის ფულადი ჯარიმებია ძირითადად. აი ამ ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით. პოზიტიური გამოხმაურება არისო თქვენ აღნიშნეთ. ზოგადად გვიჭირს ხოლმე თავიდან სხვადასხვა ახალ წესთან ადაპტირება და შეგუება, მაგრამ ეს ის შემთხვევა ალბათ, რომელსაც ნამდვილად საყოველთაოდ მოყვება დადებითი გამოხმაურება. მithumetes აქ ბევრი ახალი არც არაფერია, ეს ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ მკაცრდება და მოექცა რაღაცა სამართლებრივ ჩარჩოში. რაც სრულიად ნორმალურია, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ეს ყველაფერი ეხება ბავშვების და არა მარტო ბავშვების უსაფრთხოებას. და როდის დაშევა ძალაში, როდის დასრულდება კოდექსის განხილვა პარლამენტში და როდის შეიძლება რომ მე როგორც ვიცი 2020 წლისთვის უნდა იყოს უკვე დამტკიცებული ეს კოდექსი, თუ არ ვცდები განხილვები მიმდინარეობს ამ ეტაპზე. თუმცა მანამდე ალბათ უსაფრთხოების ნორმა. მანამდე ეს რეკომენდაციები ძალაშია, რაც სკოლისთვის არის სამინისტროს მხრიდან მიწოდებული და გამკაცრებულია გარკვეულწილად სკოლებში, უშუალოდ სკოლის დირექტორების მხრიდან აი ამ პროცესის კონტროლი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, პასუხებისთვის. მადლობა თქვენ. შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ეკატერინე ფუციშვილი. მე კი შეგახსენებთ, რომ დღევანდელ გადაცემას ელისაბედ აბულაძე და გიორგი მერებაშვილი უძღვებოდით სიამოვნებით. მე მიხარია, რომ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.